ზუსტად 7 წლის წინ მარიამ ბაწაშვილი დასახელდა BBC-ს ახალი თაობის ვარსკვლავად, ასევე ის გახლდათ Yamaha-ს არტისტი და ეს ორი ძალიან სოლიდური მსოფლიო მნიშვნელობის ტიტული მას ძალიან დაეხმარა კარიერის განვითარებაში. Როგორ დაეხმარა, როგორ მოვიდა დღემდე ყველაფერი და ახლა როგორ ჩაუდგა მარიამის სათავეში ამ კონკურსის წამოწყებას, აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ რადიო იმერის დილის ეთერში. მოგესალმებით მარიამ, გამარჯობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა ასევე სტუმრობისთვის და მოდი ჯერ ამ თავარი იდეით დავიწყოთ. ეს არის ლისტის სახელობის კონკურსი ფესტივალი, ხო? ფესტივალი. ლისტის სახელობის ფესტივალი. როდის დაარსდა და ვიზე არის ძირითადად ფოკუსირებული, რომ ჩვენმა მსმენელმა ვინც ახლა გვისმენს და გვიყურებს კიდეც ჩვენი სოციალური პლატფორმების მეშვეობით, სოციალურ მედიაში და დაფიქრდნენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ყველაფერში. სულ რამდენიმე კვირის წინ დაარსდა და ეს იქნება პირველი ფესტივალი, გაიმართება სტამბულში 7-დან 12 ივლისამდე. ივლისამდე, ანუ წელს ივლისში უკვე გაიმართება, ხო? პიანისტების სხვადასხვა მიმართულება არსებობს პროგრამის მიხედვით, ასაკის მიხედვით, გამოცდილების მიხედვით. ვიზე იქნება ეს ფესტივალი ორიენტირებული? მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა პიანისტმა 15-დან სადღაც 35 წლამდე და ჩვენი ძირითადი აქცენტი ხდება ფრანც ლისტის მუსიკაზე, თუმცა თავისუფლად შეუძლია ადამიანს აგრეთვე სხვა კომპოზიტორის ნაწარმოებებიც მოიტანოს. ეს იქნება მასტერკლასები, სადაც ჩვენ ვიმუშავებთ სხვადასხვა კომპოზიციებზე, აგრეთვე იქნება ტრეინინგი, აი მედიასთან როგორ უნდა ისაუბრო, საკუთარი თავის ბრენდირება როგორ მოახდინო, იქნება აგრეთვე პატარა ლექციები, სემინარები, კარიერის განვითარებისთვის, დასახმარებლად ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა ეს კონტაქტები, იმიტომ რომ მოწვეული სტუმრები ვინც აქვს მეიქ არიან ძალიან ცნობილი და წარმატებული მუსიკოსები. აი ძალიან საინტერესო დეტალი თქვით, იმიტომ რომ ხშირად არის ამაზე საუბარი, რომ დღეს თანამედროვე სამყაროში მარტო ის რომ კარგად დაუკრა, ან კარგად დახატო რამე, ან კარგი წიგნი დაწერო, მარტო ეს აღარ არის საკმარისი, იმიტომ რომ საჭიროა იქ აგენტი, საჭიროა მედიასთან ურთიერთობის ცოდნა, კომუნიკაციების ყველაფერი. აი, მით უმეტეს ახლა თქვენი პირადი გამოცდილებით დავასახელეთ, ხო, BBC-ს ავტორთა თაობის ვარსკვლავობა, Yamaha-ს არტისტობა. აი, ამით მიხვდით ალბათ, რომ რაღაცა საერთაშორისო კონტექსტში საკუთარი თავის წარდგენა უნდა ისწავლო ადამიანმა. მე საკმაოდ დიდი გზა გავიარე აქამდე და კონკურსებიც რა თქმა უნდა გამოვლილი მაქვს და ლისტის ორჯერ გავხდი ლისტის კონკურსის გამარჯვებული ერთხელ ჰოლანდიაში და ერთხელ გერმანიაში, ვაიმარში, სადაც იგი ცხოვრობდა და ყველაფერმა დამანახა თუ რამდენად საჭიროა შეგეძლოს ლაპარაკი მაგალითად და აგრეთვე მედიის მოხმარება ახლა რაც ძალიან აქტუალურია და მე ვიფიქრე რომ მე ეს ყველაფერი რომ ცოდნო და როცა ვიყავი 18 წლის მაგალითად ალბათ ეს უფრო მეტად დამეხმარებოდა ჩემი კარიერის აწყობაში. ახაც ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც ვარ, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ იმ ახალგაზრდებმა ვინც ახლა იწყებს რომ უკვე იცოდნენ ეს ყველაფერი და მათ ეს უკვე ძალიან დაეხმარებათ. და გამოდისო თქვენთან ფესტივალზე ვინც მონაწილეობას მიიღებს, აი ამ კომპლექსურ განათლებას მიიღებს და ეს იქნება 4 დღის განმავლობაში და ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ ჩვენ. ანუ მხოლოდ ის რომ თუ ნიჭიერი ადამიანი თავისთვის იყოს ჩაკეტილი იმეცადინოს და კარგად დაუკრას, ეს აღარ არის დღევანდელ დღეს საკმარისი. არა და იცით მე ვფიქრობდი რომ აი ჩემი მენტალიტეტიდანაც გამომდინარე, მე ვფიქრობდი რომ უნდა დავუკრა კარგად, კონცერტმა უნდა კარგად ჩაიაროს, დანარჩენი სხვა ჩემი საქმე არ არის. ასე მეგონა. მაგრამ მივხვდი რომ თურმე არის ჩემი საქმე, რომ იქ უნდა გადავამყარო კონტაქტები ხალხთან ანუ კარგი ურთიერთობები დავამყარო, თუნდაც იმ საკონცერტო დარბაზებთან, ვინც მე პატიჟებს. რომ შემდეგ კიდევ დავპატიჟებ, რა თქმა უნდა. კონცერტმა უნდა კარგად ჩაიაროს, რა თქმა უნდა, მაგრამ აგრეთვე ეს პირადი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. და კონცერტზე რო ხალხი მოვიდეს, უნდა იყოს მარკეტინგი, უნდა იყოს წინასწარი კამპანია. ეს არის ძალიან კომპლექსური ბიზნესი, ასე ვთქვათ. აი რა მომენტში და რა ასაკში იყო ისო, რაღაც ესეთმა მომენტმა ან ხელი შეგიშალათ და შეგეძლოთ რაღაც უკეთესი გაგიკეთებინათ, ან პირიქით აი კარგად გამოგივიდეთ და მან მიხვდით, რომ საჭიროა კომუნიკაციის ცოდნა და აუდიტორიაზე მუშაობის ცოდნა. ლისტის კონკურსზე რომ მივიღე მონაწილეობა ჰოლანდიაში, ეს იყო 2014 წელი. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა კონკურსმა თვითონ ორგანიზება გაუკეთა ზუსტად ამ მედია ტრეინინგს, რასაც მე ვაკეთებ ახლა ჩემს ფესტივალში და მათ მასწავლეს
რომ ახლა მე რადგან გავხდი BBC-ს არტისტი, მე შემდეგ კიდევ Eco Rising Stars ქვია, ეს არის სამომავალი ვარსკვლავი და ეს ნიშნავს ევროპული პრესტიჟული დარბაზებისგან არჩეული რამდენიმე პიანისტი დაუკრავს აი ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში. ეს არის მაგათი თემატიკა. და მე აქ არჩეული ვიყავი და ამ ლისტის კონკურსმა ეს ასე ვთქვათ ჩამინერგა, რომ მე სადაც წავალ, იქ უნდა ყველგან ჩემი ასე ვთქვათ კონტაქტი დავამყარო, ან ჩემი სიტყვა ვთქვა და დავამახსოვრო ხალხს დავი. და ეს უხერხული არ არის პირიქით, ეს საჭიროა. მაგრამ რა თქმა უნდა მე ეს ძალიან მეუხერხულა, ვიფიქრე ეს არის რაღაც მიუღებელი. რამდენიმესთან გავაკეთე ეს ყველაფერი, რამდენიმესთან არ გამომივიდა და აი ასე ვისწავლე თუ როგორ უნდა აი შუალედი მოძებნო ადამიანმა რომ არც ძალიან გეუხერხულოს და არც რაღაც თავხედობაში ვინმე რამე ჩამოგართვას. საკმაოდ რთული იყო ვისწავლა, მაგრამ ახლა უკვე მე ეს იმდენად კარგად ვისწავლე, რომ სააგენტოს აღარ მყავს. მე მყავს მხოლოდ ლოკალური მენეჯერები სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, სადაც მე თვითონ დიდად, მაგალითად ტოკიოში, იაპონიისთვის მე ენა არ ვიცი და არც ის კონტაქტები არ მაქვს. ადგილობრივი მენეჯერი მყავს, მაგრამ ჩემი საკუთარი გენერალური მენეჯმენტი, რასაც ქვია, ჩემს თავზე მაქვს ახლა აღებული. და აი ამ გენერალურ მენეჯმენტში რა შედის, ესეც გავუზიაროთ ჩვენს მენელს, ცხოვრობ გერმანიაში, როგორც ვიცი, და თქვენ გეგმავთ თქვა კონცერტებს და იმასაც გეგმავთ, რომ ეს კონცერტი წარმატებული იყოს ხალხის მოსვლის კუთხით, არა მხოლოდ დაკვრის კუთხით. აი ეს სისტემა რო რაღაცაც დაგვადა. ანუ ახლა ჩემი სისტემა ასეთია, რომ მე უარი ვთქვი ჩემს სააგენტოსთან მუშაობისთვის, რომ ჩვენ 10 წელი ერთად მუშაობდით, მაგრამ რადგან მე თვითონ ვისწავლე ეს გარკვეული ორგანიზაციის საკითხები, განამწყვეტა რომ მე ასე მირჩევნია, იმიტომ რომ მაქვს უკვე თითქმის ყველა მნიშვნელოვან და აგრეთვე არც ისე მნიშვნელოვან დარბაზებთან მაქვს კავშირები, ისინი პირდაპირ ხაზზე ჩემთან გამოდიან და ასე ურჩევნიათ კიდეც ზოგს, რომ პირდაპირ არტისტთან იმუშაოს. და მე ამას თვითონ ვაორგანიზებ, ანუ ჩემს კალენდარს და ჩემ კონცერტს თვითონ ვაორგანიზებ და აგრეთვე მყავს PR ადამიანი, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი გერმანიიდან და ის მეხმარება იმაში, რომ ეს ყველაფერი გაშუქდეს და ჟურნალისტებთან დაამყაროს კავშირი. გასაგებია. და რამდენად წარმატებულად მიდის ეს საკუთარი დაგეგმით კარიერა, აი მაგალითად რა რაოდენობის არის დატვირთვა უახლოესი კონცერტები, თქვა რა პერიოდულობით გავტანო, ეს საკმარისია იმისთვის, რომ როგორც ხელოვანმა კარგად და საკმარისად ასე თქვა იცხოვროთ? დიახ, კარიერის დასაწყისში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ყავდეს მენეჯმენტი, რადგან არ იცნობ შენ არავის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, როდესაც უკვე გავიცანი მე ეს კლასიკური ანუ ადამიანები, ვინც მუშაობენ ამ სფეროში, მე უკვე შემიძლია ჩემს თავს დავეყრდნო და ახლა მაქვს თვეში ალბათ 4-5 კონცერტი. ეს საკმაოდ დიდი დატვირთვაა. თვეში 4 კონცერტი გამოდის, მინიმუმ კვირაში 1 კონცერტი. ასე გამოდის და ახლა ვცდილობ, რომ რაღაც უფრო კონცენტრირებულად, მაგალითად როგორც ტური გავაკეთო რამდენიმე დღე და მე შემდეგ 2-3 თვე მაგალითად ანუ ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრების სტილსაც ეს ყველაფერი შეუსაბამო. რადგან აგრეთვე დედა ვარ, 3 წლის შვილი მყავს და რა თქმა უნდა მინდა უფრო დიდი დროის მასთან გატარება. ხო, ეს რთულია პროფესიულად იყო ისეთ საქმეში, რასაც მუდმივად ჭირდება მეცადინეობა და ინსტრუმენტაჯდომა და თან პატარა ბავშვი გაზარდა, ეს პატარა ამბავი არ არის, არ არის ნამდვილი. კარგი, მივუსწრუნდეთ ფესტივალს. ლისტის სახელი ფესტივალს აქვს, იმიტომ რომ ლისტის კონკურსი თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლს თამაშობდა. ლისტი ზოგადად ჩემთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ყოველთვის. 13 წლის ვიყავი პირველად რომ შევასრულე ლისტის მუსიკა და მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საყვარელი კომპოზიტორი გახდა. თავიდან აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ მან სრული რევოლუცია მოახდინა. მან შეძლო, რომ ყველანაირი ეს ტექნიკური პასაჟებით და ძალიან სწრაფი დაკვირით და ასე შემდეგ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა მისი პუბლიკისთვის, მაგრამ შემდეგ მივხვდი ეს მაგდონეზე რომ დავჩეთ ეს ანუ არაფერი ღირებული არ არის. ეს უბრალოდ მე ბავშვობისას ძალიან ეს გამიხარდა და ჩემმა პედაგოგმა ნატალია ნაცვლიშვილმაც მომცა უფლება, რომ კარგი ეს თითქოს შეგიძლია გაიხარო ამ რაღაცა ძალიან საოცარი ტექნიკური ვირტუოზული შესრულებით, მაგრამ მე მიმახვედრა და მეც მივხვდი, რომ აქ არის საქმე ეხება ძალიან ღრმა და ფილოსოფიურ ნაწარმოებებს,
რაც ლისტმა შექმნა. უბრალოდ ეს უნდა გაიგო და მიხვიდე იქამდე. ანუ უნდა ყველანაირი ტექნიკური პრობლემა დაძლიო, და მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლება რომ გამოხატო ის, რაც იმ მუსიკაში იდებს. სამწუხაროდ ბევრი პიანისტი რჩება ამ დონეზე, რომ მხოლოდ აჩვენებს თავის თავს, თუ რა შეუძლია. აი ეს არის ძალიან სამწუხარო და მე ეს ბავშვობიდან როგორც ჩემ მისიად ავიღე, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს მიდგომა, რადგან ეს ასე ნამდვილად არ არის და თუ ჩავუკვირდებით მის ნაწარმოებებს, მაგალითად რელიგიური და პოეტური ალბომი აქვს, სადაც შედის რამდენიმე ნაწარმოები, ეს არის სრული ლოცვა, ეს არის პირდაპირ უფალთან კავშირი. ანუ ეს არის ისეთი სულიერი ნაწარმოებები, რაც მან დაწერა, რომ ზოგი ადამიანი ვერც მიხვდება, რომ ეს ლისტის დაწერილია. ეს არ არის პოლიტიკი, რაც თქვათ მისი ვირტუოზული ფრაგმენტები და ნაწარმოებები ერთ შეხება. ეს უბრალოდ არიცის ადამიანი, არიცის ხალხმა და ეს მინდა რომ ეს გახდეს პოპულარული. და თუ ამ ფესტივალის პროგრამაში ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იქნება ლისტის შესრულება, იმედია მეტი და მეტი ნაწარმოები წამოვა წინა. და მე ვყავს მოწვეული ლისტის ექსპერტები, მაგალითად ლესლი ჰოვარდი, რომელიც არის ლონდონიდან. მან ეს ამ ადამიანმა ყველაფერი ჩაწერა, რაც ლისტს შექმნილია და გინესის რეკორდებში მოხვდა ამით. და ეს ადამიანი არის ამ ფესტივალის თქვათ ერთ-ერთი ტუტორი? დიახ. ანუ მიიღებს მონაწილეობას, ჩაატარებს მასტერკლასებს. აჰა. აგრეთვე მყავს მოწვეული გრიგორი გრუცმან, რომელიც ლისტის უნივერსიტეტიდან არის, ვაიმარიდან და მყავს ანდრია ბონატა, რომელიც იტალიელია და თავისი აგრეთვე აკადემია აქვს ეპანში. და ეს ადამიანები და ჩემი ჩათვლით, ჩვენ ძალიან ხშირად ერთად ვზივართ ჟიურის წევრად სხვადასხვა კონკურსებში და ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, რადგან მე როდესაც ვიღებდი მონაწილეობას კონკურსში, ეს სამეული კაც იჯდა. და ახლა მის გვერდით ახლა მეცმად გვერდით ვარ და ისინი ახლა მე მეხმარებიან ეს ჩემ ფესტივალის წარმატებულად ჩატარებაში. ეს არის ეს წლების შემდეგ სად იყო მარიამ ბატაშვილი თქვა სცენაზე და ისინი უსმენდნენ და ახლა მათ გვერდით და თქვენ უკვე სხვა უსმენთ, ეს ძალიან დიდი ნახტომია. და ჩემთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩემი პედაგოგი ნატალია ნაცვლიშვილი, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. ეს ჩემი პირველი ფესტივალი ეძღვნება მას. აჰა, მის სახელს და ხსოვნას. და პრინციპი როგორ არის? აი მაგალითად დაინტერესდა ქართველი მუსიკოსი პიანისტი 15-დან 35 წლამდე როგორც ვთქვით. ონლაინ უნდა გამოგზავნოს თავის ჩანაწერი, თუ აი როგორ იქნება შერჩევის გეგმა და ტექნიკა. ჩვენს საიტზე შეუძლია შევიდეთ. ხო, საიტის მისამართი, რომ უფრო მიაქციონ ყურადღება. ეს არის list.festival.com. აჰა. აქ შეუძლია შევიდეს პიანისტს, შეავსოს განაცხადი. ეს არის ძალიან მარტივი განაცხადი, სადაც უბრალოდ მცირე ბიოგრაფია, სახელი, გვარი და შემდეგ ატვირთოს უბრალოდ ლინკი მისი შესრულების სადღაც ბოლო 1 წლის განმავლობაში, რაც შეასრულა. ამის შემდეგ ჩვენ რამდენიმე ადამიანი განვიხილავთ ამ აპლიკაციებს და შემდეგ გადავწყვეტთ და ავირჩევთ 16 პიანისტს, ვისაც შეიძლება შემდეგ უკვე ჩამოვიდეს და ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღოს. ანუ 16 პიანისტი თან უკრავს თვითონ, თან იღებს მასტერკლასებს და იმ საერთო განათლებას კომპლექსურს სადაც ვილაპარაკებთ. და 2 კონცერტიც გვექნება გახსნის და დახურვის და დახურვის კონცერტზე ეს ყველა 16 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. 4 დღე გაგრძელდება ეს ყველაფერი. 4 დღე. აი ხა საინტერესოა გადანაწილება გეოგრაფიის მიხედვით, იმიტომ რომ მე მეგონა რაღაც პირველ რიგში გერმანია ვიფიქრე, რადგან თქვენ გერმანიაში ცხოვრობთ, მაგრამ აღმოჩნდა რომ არის სტამბოლში, მაგრამ არა მხოლოდ სტამბოლში. ეს როგორი გეგმა ამ ლისტი თავისი დაახლოებით 9 წლის განმავლობაში ლისტომანია ერქვა ამ პერიოდს, როდესაც თვითონ მოგზაურობდა თავის კონცერტებზე და ეს ძველი დროისთვის, როდესაც იგი ცხოვრობდა მე-19 საუკუნისთვის, ეს ძალიან განსაკუთრებული რამით მიიჩნეოდა. ამიტომ სადაც ის ჩადიოდა, ყველგან დიდი სიხარულით ხვდებოდნენ და ძალიან დიდ ფურორს ახდენ და ყველგან. და ამან გამიკეთა მე შთაგონება იმისი, რომ ფესტივალი იმის მაგივრად, რომ ერთ ადგილზე გავაკეთოთ და ხალხი ჩამოვიდეს იქ, ფესტივალმა თვითონ იმოგზაუროს. და ჩემი პრეტენზია არის ის და ჩემი ოცნება არის ის, რომ ეს ფესტივალი სადაც ჩამოვა, იმ ქალაქში, ასე ვთქვათ, დიდი ზეიმი გაიმართოს და ყველას ძალიან უხაროდეს. და ამ წელს გადავწყვეტეთ სტამბოლში. ანუ პირველი იქნება სტამბოლში. და შემდეგ შეიცვლის მისამართი. შემდეგ შეიცვლის. ეს იქნება წელიწადში ერთხელ? დიახ. ალბათ ზაფხულობით, ხო? ზაფხულობით, დიახ, წელიწადში ერთხელ. ой, რა საინტერესო. ანუ
ფაქტობრივად თანამედროვე დროში დიდი ლისტოვანია. დიახ. იწყება ამ ფესტივალთან ერთად. მაგრამ საერთაშორისო ეს არ მხოლოდ ქართველებისთვის. ეს არის საერთაშორისო, დიახ. განაცხადები უკვე შემოდის და პიანისტები არიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ვინც უკვე დარეგისტრირდა სამხრეთ აფრიკიდან აგრეთვე. ქართველებო, მე მგონი მობილიზდეთ. ეხლა რომ ჩვენი სიტყვაც ვაჩვენოთ, მით უმეტეს ჩვენი საშემსრულებლო ძალიან სკოლა გამიხარდება საკმაოდ ქართველებიც. მაღალ დონეზეა. დიახ. არ უნდა დაიჩაგროს მათი სახელის და გამოჩენა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი მაქვს ფესტივალში, რომ ყავს აქტიური მონაწილეები, ანუ ვინც მიიღებს ამ ყველაფერში მონაწილეობას და დაუკრავს და პირადი შეხება ექნება მენტორებთან და გვაქვს პასიური მონაწილეობის, ანუ ეს ნიშნავს, რომ ადამიანს თუ უნდა რომ დაესწროს ყველა მასტერკლას, აგრეთვე ამ ტრეინინგებს, რასაც ვაკეთებთ, კონცერტებს, შეუძლია შეიძინოს ეს პასიური ბარათი, ასე ვთქვათ, რომლითაც შეიძლება რომ ყველაფერს დაესწროს და დაესწროს და ცოდნაც მიიღოს. ცოდნაც მიიღოს, შეუძლია ჩაერთოს, ის გვექნება კითხვა-პასუხის მომენტიც გვექნება, შეუძლია მაშინ ჩაერთოს, უბრალოდ არ შეასრულებს. უირო, საინტერესოა, იმიტომ რომ შეიძლება იმ წუთას არ იყოს თქვა ადამიანი ფორმაში და პროგრამა არ ქონდეს მზად, მაგრამ არ გამოაკლდება. და აქ შეუძლია რომ ანუ ადამიანები, ვინც მაგალითად პენსიაშიც არიან გასულები და ძალიან უყვართ კლასიკური მუსიკა, შეუძლიათ ეს პასიური შეიძინონ, ეს პასიური საშუალება, მონაწილეობის მიღების საშუალება და შეუძლიათ ყველაფერს დაესწრონ და არ ქონდეთ იმის პრეტენზია, რომ დაუკრან მათვარი. ეს ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება. ხე Yamaha-ზე მინდა ვიკითხო ესეთი რამ, როდესაც Yamaha-ს არტისტი ტიტული მიიღეთ, ესეც იყო დაახლოებით 7-8 წლის წინ, მაშინ იყო ესეთი ინფორმაცია ცნობილი, რომ თქვათ ის კონცერტი, სადაც თქვენ უკრავთ, არის კიდევ გამორჩეული იმით, რომ Yamaha-ს მოაქვს თავისი ინსტრუმენტი დარბაზში და აუცილებლად უკრავთ Yamaha-ზე. მერე თუ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა Yamaha-სთან და თუნდაც აი ამ კონკურსში თუ იქნება თქვათ იგივე პირობა ნაწილობრივ შენარჩუნებული. დიახ, ჩვენ დაწყებისთანავე ძალიან ანუ ფაქტობრივად შემოყვარდა ერთმანეთი. მე როიალი შემოყვარდა, ეს ლისტის კონკურსის დროს გავიცანი, ეს CFX ქვია მათ ერთ-ერთ მოდელს, რომელიც ჩემთვის ყველაზე საყვარელი როიალია. მე შემოყვარდა როიალი, შემდეგ გავიცანი იქ ხალხი, ვინც არის Yamaha-ს წარმომადგენლები და ჩვენს ადამიანურ დონეზეც ერთმანეთი შემოყვარდა და დღემდე ცდილობს Yamaha ყოველთვის, აი მე მაგალითად მაქვს ჩაწერები Warner Classic-თან და ჩემი დისკების ანუ სადაც წერ შესრულებებს აგრეთვე ონლაინ სტრიმინგ პლატფორმებისთვისაც ყოველთვის Yamaha-ს როიალზე წერ. აგრეთვე როდესაც კონცერტებს ვატარებ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარბაზებია, როგორც არის მაგალითად ვიგმორის დარბაზი ლონდონში, ან ვენის დარბაზი, ან არ ვიცი, სხვადასხვა ადგილებში, სადაც მე მნიშვნელოვნად მივაჩვენე, მე ყოველთვის Yamaha-ს ვეუბნები, ისინი ჩემს საყვარელ როიალს მოიტანენ და ანუ ძალიან ბედნიერები ვართ ყველა. და ახლა ფესტივალზეც როგორც კი მოვუტევი, ეგრევე გამოხატეს თვითონ სურვილი, რომ ჩვენ გვინდა ანუ ვუსპონსოროთ ფესტივალს, რაც ნიშნავს, რომ თავიანთ ბოლო მოდელს CFX აგრეთვე მოიტანენ ჩვენი კონცერტებისთვის. ანუ გამოდის რომ ამ ფესტივალზე მონაწილე პიანისტებს იმის ფუფუნებაც ექნებათ, რომ Yamaha-ს უახლეს მოდელზე შეასრულონ. ზუსტად. ეს დიდი მომხიბლელობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ძირითადად სად გაქვს თქვენ კონცერტები მაინტერესებს? აი, თქვათ თვეში 4 კონცერტი არის ან 5. ძირითადად ეს გერმანია თუ სხვა მოგზაურობა? ახლა შემდეგი თვეებზე რომ ვიფიქრობ, ეს იქნება ინგლისში, ძალიან ხშირად ვარ ინგლისში კონცერტებით, გერმანიაშიც ახლა იქ არის კლავია ფესტივალ რურ, რომელიც ძალიან ცნობილი ფესტივალია და მე პატივი მაქვს, რომ ხშირად ვესტუმრო ამ ფესტივალს, ახლა ზაფხულშიც მექნება კონცერტი. შემდეგ შვეიცარიაც მაქვს დაგეგმილი, აგრეთვე ჩემი კონცერტები ტარდება აზიურ ქვეყნებში, მაგალითად ტოკიოში, გონია ხშირად. აგრეთვე იტალია, ესპანეთი, ევროპაში ძალიან ხშირად, აგრეთვე ავსტრიაში, ანუ ძირითადად ვარ ევროპაში და როდესაც უფრო დიდი, ანუ როდესაც უფრო შორს არის გზა, იქ ვცდილობ, რომ იქ ყოველთვის რაღაც ტური გავაკეთო, რომ ის გამოაწაფითე. ხო, ეს შორს დავსწორო ეს, ხო? აი, ასეთი წარმატებული კარიერა, ყველაზე მეტად ჭყალებში ვთქვათ, რისი ბრალია, ანუ რა იყო მთავარი კომპონენტი, საიდანაც აი მთავარი ბიძგი
დაიწყო და უკვე ამ ტალღამ ჩაგაგდოთ იმ თავარდაც მაგისტრალში, რასაც ქვია ესეთი წარმატებული კარიერა, კონცერტების სერია, ჩანაწერები, ასე დიდ კომპანიებთან ურთიერთობა, ის რომელმა მართლმა განაპირობა. ჩემთვის პირადად ლისტის ხელი ერქვა ყველაფერში, იმიტომ რომ რადგან ასეთი შეყვარებული ვარ მის მუსიკაზე, რა თქმა უნდა მთელი გულით ამ ყველაფერს ვაკეთებ და ანუ ძალიან მონდომებით და არც გრძნობ რომ რაღაცა ვიღლები და კი ვიღლები დღის ბოლოს, მაგრამ საქმის გაკეთების პროცესში, თუნდაც მეცადინეობისას, თუნდაც დარბაზებს რომ ჩემს პროგრამებს ვთავაზობ რა შემიძლია რომ შევცვლო, ამას იმდენად დიდი სიყვარულით ვაკეთებ და მონდომებით, რომ რაღაცნაირად გამოდის საქმე, ისე რომ თითქოს დიდი ძალის ხმევა არ სჭირდება. ანუ ჩემი აზრით თუ თავს უფლებას მივცემთ, გავაკეთოთ ის რაც გვიყვარს და თუ ამის ფუფუნება გვაქვს, რომ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ რაც გვიყვარს, მაშინ ალბათ ადამიანმა თავის თავზე შეიძლება თქვას, რომ არის ძალიან ბედნიერი. რამდენი წლის იყო პირველად, რომ იქ გავხვედით და აი ლისტის კონკურსიდან დაიწყო ეს გზა? პირველი ლისტის კონკურსი, როდესაც გამიმარჯვე, ვიყავი 17 წლის. და აი ამის შემდეგაც თვითონ ამ უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, დირექტორმა მითხრა, რომ შენ ჩვენთან ჩააბარე და მე პირადად ვაღიებ პასუხს იმაზე, რომ შენ სტიპენდია მოგცეთ. რომელი უნივერსიტეტი იყო ეს? ეს იყო ლისტის სახელობის მუსიკალური, ანუ როგორც კონსერვატორია, ასე ვაიმარში. და მან ვისწავლე მე ამის შემდეგ გაიხსნა ჩემი გზა ევროპისკენ, მე წავედი ბაკალავრი დავამთავრე, მასტერი, მაგისტრატურა დავამთავრე და ახლა ავსტრიაში დავიწყე დოქტორანტურის გაკეთება და რა თქმა უნდა თემა ეხება ლისტს და აი სულიერებას მის მუსიკაში. ახლა დავიწყე ეს. ვაიმარი კლასიკური მუსიკისთვის რაღაცა ძალიან მადლიანი მიწა. დიახ, ძალიან. და თქვენს წარმატებაზე და კარიერზე ძალიან იმოქმედა. ჩანაწერებზეც მინდა ვიკითხო, იმიტომ რომ დღესდღეობით ციფრულ სამყაროში ჩანაწერებიდან მიღებული შემოსავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა არტისტებისთვის, ანუ ესტრადა, პოპი, ხო და თუნდაც გრემი, როდესაც განიხილება, ხო, იქაც არის დათვლილი, რომ რა ჩანაწერი გაყიდა, რამდენი ალბომი გაყიდა, ყველაზე მეტად. რამდენად ხშირია კლასიკური მუსიკის შესყიდვა, ჩამოტვირთვები, იქნება Spotify თუ სხვა პლატფორმა, რაც ძირითადად ტელეფონებში, ჩვენს მოსასმენებში გვხვდება. ანუ კლასიკურ მუსიკას რა ადგილი უჭირავს საერთო მუსიკალურ ბაზაში და დაინტერესებაში. ალბათ არ არის იმ დონეზე, როგორც მაგალითად პოპ მუსიკა არის, თუმცა ჩემთვის რაც ძალიან საინტერესო იყო, მე ახლა მუშაობაში ვარ Warner Classic-თან, ჩვენ გვესამი ალბომი გამოვაქვეყნეთ და ახლა აპრილში წერთ კიდევ ერთს და ეს ჯერჯერობით არ არის ცნობილი ანუ ამ სფეროში, ამ სცენებზე არ არის ჯერ ცნობილი, მაგრამ თქვენ გეტყვით, ეს იქნება გია ყანჩელის 33 მინიატურა. ეს ჩაწერასაც ვაპირებ. ანუ ქართულს კლასიკასაც ასრულებთ. დიახ. და ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა, რომ აი ვიმეცადინებ ძალიან დიდ ნაწარმოებებს ჩავწერ და მე ჩავწერ რაღაც 2 წუთიან პატარას და გამოდის ის, რომ 2 წუთიანი ნაწარმოები უფრო მეტად არის ხალხის მიერ მოსმენილი, ვიდრე ის, რაზეც ძალიან დიდი ხანი და საათები და ანუ ეს ალბათ თანამედროვე ცხოვრების სტილის გამო არის, რომ რაღაც უფრო მსუბუქად და უფრო სხარტად მიიღო. და ამაში მე ძალიან გაოცებული ვარ, ანუ გეგონება ადამიანი და ანუ ამდენ დროს დაუთმობ და თითქოს უფრო მეტი უნდა ნახვაც ქონდეს გადმოწერაც. ძირითადად არის ონლაინი პლატფორმების სტრიმინგის პლატფორმები Spotify ან Apple Music, Amazon Music, სადაც ძირითადად უსმენენ აგრეთვე ჩემს ნაწარმოებებს და მინდა ვთქვა, რომ ნაწარმოები რომელიც არის 5 წუთზე ნაკლები, აქვს უფრო მეტი ნახვა და ამ Warner Classic-საც რა თქმა უნდა ასეთების ჩაწერა უფრო უნდა გაყიდვების მიზნით, ვიდრე აი ჩემს ნამეცადინებ ბეთჰოვენის აპასიონატა სონატა მაგალითად. ძალიან მთელი სონატა და სული პროგრამა წარმოდგენილი. მაგრამ აიგივე თანამედროვე ჩემსაც აღმოჩენა არასასიამოვნო აღმოჩენა იყო, როდესაც პირველად დავაკვირდი ჩემი შვილების თაობას, რომ TikTok-ზე სიმღერებს უსმენდნენ აჩქარებით. აი ვერ მივხვდი რანაირად უნდა მოისმინოს სიმღერა, რომელიც ისეთ 3 წუთია ხო, მეტი ხო არ არის საშუალო. იმას კიდე რო აჩქარებ, ანუ მუსიკა სად არის. მაგრამ აი ხო ეგ არის, თანამედროვე დრო ეგ არის. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია Instagram-ი მაგალითად, იმიტომ რომ Instagram-ზე დავიწყე მე ეს პატარა
პატარა მინი გაკვეთილების გაკეთება, სადღაც 2 წლის წინ ჩემი პედაგოგი როდესაც გარდაიცვალა, მე გადავწყვიტე, ახლა მე უნდა აი ეს მისი სკოლა, ასე ვთქვათ, გავაგრძელო საერთაშორისო მასშტაბით. და ესე გავაკეთე 1 წუთზე ნაკლებიანი ვიდეოები, სადაც რაღაც პრობლემას ვაჩვენებ, არ ვსაუბრობ და უბრალოდ ვაჩვენებ, როგორ უნდა გამოასწორონ ეს პრობლემა. და ამან თავიდან არ ვიცი, ალბათ 2-3 ადამიანი მყავდა გამომწერი და როდესაც დავიწყე ამის აქტიურად დადება ასეთი ვიდეოების დღეს ყავს 75,000 ადამიანი, ვინც ამას უსმენს, აზიარებს და წერენ აგრეთვე მასწავლებლებიც, თვითონ პიანისტებიც, თუ როგორ მათ ეს ეხმარება ამ ყველაფერს და მე ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს ცოდნის გადაცემა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და თან მით უმეტეს ჩემი ნატალია ნაცვლიშვილი, რადგან აქ აღარ არის და თვითონ აღარ შეუძლია, ახლა ეს ჩემი ვალია, რომ მისი სკოლა მე ესე გავაგრძელო. და აი ეს მაჩვენებელი followerებს ასაც ეძახიან გამომწერები და მომწონებლები რა სისწრაფით იმართებს თუ სწორად მიმართავ ხო საკუთარ სოციალურ ქსელს იმასაც მეტყველებს რომ იმ ფესტივალში ხო გაქვს ჩადებული ეგ საკუთარი თავის მართვის და პრეზენტაბილურობის ნაწილიც აი იქაც ეგ მნიშვნელოვანია რომ დღეს აი სოციალური ქსელი უნდა გქონდეს პლატფორმა უნდა გქონდეს სადაც შენს თავს აჩვენებ და ასე შემდეგ ესეც უნდა იცოდე ძალიან მნიშვნელოვანია Instagram-ი, TikTok-იც ალბათ უხაროდ კი. ხო, არა, მე დავაკვირდი რომ თუ სწორად მიმართავ ინტერესების სფეროს, აი TikTok-ი არის ყველაზე მეტად რაღაცა ისეთი მოკლედ შემოთავაზებულია მთავარი ამბავი. და თუ ეს ამბავი არ არის რაღაც ისეთი ბულვარული და მართლა საინტერესო თემა გაინტერესებს, მე გაძლევს უკვე კარგ მასალას. ამიტომ შეიძლება რომ TikTok-საც ვიპოვოს ფოტორაფერი მე გლენბუგის გვერდი მაქვს წერილი TikTok-ზე და იქაც ესეთი მოკლე ვიდეოებია დადებული და ყოველ შეხვედრაზე ვბედნიერდები ხოლმე რამდენიმე წამით. ძალიან აჩქარნა რაღაცნაირად ცხოვრება და ამიტომ ვიდეოების შემცირდა ვიდეოების დროც. და ამიტომ ეს ძალიან აქტუალურია. მაგრამ ნახე ხა თვითონ არტისტის ცხოვრება როგორი გამოვიდა რომ ჯერ უნდა იმეცადინო მე პროგრამა უნდა დაგეგმო თან კონცერტები უნდა დაგეგმო ახლა თქვენ თავზეც წვევთ კიდე იმაზე უნდა იფიქრო რომ მოდი TikTok-ისთვის და Instagram-ისთვის ვიდეო გადავიდე ძალიან ბევრი საქმე აქვს ანუ მიაქვს ამას დრო ხო ჭირდება ამას გადაღება მაგრამ ალბათ უნდა სწორად დაორგანიზო არ უნდა გაგიშდე ყველა დეტალზე უნდა იცოდე აი რაც ძალიან მნიშვნელოვანია ის გააკეთო და ორგანიზება გავაკეთო დღეს ისე რომ დასვენებისთვისაც ადამიანს ეყოს დრო მართალია. დასვენება მნიშვნელოვანია და დასვენის პროპაგანდა გჭირდება. მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ასევე ციფრული პლატფორმებით, რომ დიდი ლისტომანია იწყება მარიამ ბაძაშვილის მიერ დაარსებული ფესტივალით. საიტის მისამართი გავიმეოროთ listfestival.com აი ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ წესები იმისა თუ როგორ შეგიძლიათ ამ ფესტივალზე მოხვდეთ. 16 საუკეთესო პიანისტი შეირჩევა, რომელიც წელს საფულში სტამბულში შეიკრიბება და ამ ფესტივალის პირველ წელს ჩაატარებს და მიიღებს მასტერკლასებს და ექნება საშუალება, რომ საკუთარი რესურსი და პოტენციალით გამოავლინოს და ახალი ცოდნაც მიიღოს. მე მგონი სწორად ყველაფერს მენელებს, ხო? ძალიან დიდი მადლობა თქვენს სტუმრობისთვის. მარიამ ბაძაშვილი გახლდათ ჩვენი სტუმარი, ქართველი პიანისტი, ძალიან წარმატებული კარიერით, სწორედ ამ კარიერაზე მთავარ აქცენტებზე საუბრობდით ჩვენ დილის ეთერში. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.